საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა, ძალიან გულშემატკივრობდი ამ ამბის გამოსვლას და გილოცავთ ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს მთელ ქალაქს, ვინაიდან ეს გუნდი გადარჩება და ეს გუნდი გააგრძელებს არსებობას და გააგრძელებს დარწმუნებული ვარ დიდი მიზნებისკენ სწრაფვას. დინამო ბათუმის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება დინამო ბათუმი 1923-მა შეიძინა, რომლის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი ბიზნესმენი თემურ მიქელაძეა. რა თქმა უნდა, ის აღსანიშნავია, რომ ახალმა მფლობელმა კლუბის 100%-იანი წილი უბრალოდ ესე ჰაერზე არ მიიღო, მას იქნება 30 მილიონიანი ვალდებულება და პლუს კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების ვალდებულებაც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გარიგებაში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო სპორტს ორიენტი, სწორედ ის კომპანია, რომელსაც ძალიან ბევრი ლეგენდები ყავს ჩამოყვანილი საქართველოში და გამართა ლეგენდების მატჩები. როგორც ჩანს, არა მხოლოდ ლეგენდების ჩამოყვანაში, არამედ მოლაპარაკებებში და მსგავს პროცესებში ძალიან მაგარი გამოცდილება ქონია ამ კომპანიას. და ასევე სპორტს ორიენტი იმუშავებს სამომავლოდაც დინამო ბათუმის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე.